დილამშვიდებისა, ჩემო მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი მენიუ, როგორც ყოველთვის, ჯანსაღი იწყება ფიქრით უბრალოდ და მე ვამთავრებთ რაცა უკუღმა მიდადენა ჩემი, მაგრამ დღეს გვაქვს ისპანახი, რომელიც დედაჩემმა თქვა ისეთ სასარგებლო ყოფილა, მარტო ისპანახი უნდა ჭამო, შენ მეტი არაფერი არ გეჭმებაო. თუ გინდა იცოცხლო 150 წელიო თვითონ ჭამს შემწვარხორს და მე მაჭმევს ისპანახს. და ძალიან კაი ყოფილა გულსიძარღვებისთვის, იმუნიტეტისთვის, რა ვიცი, თუ რამე დავადებ არსებობს თურმე წამალს დაანებეთ თავი და ჭამეთ ისპანახი. მართლა ხავ ხუმრობ და მართლა ძალიან სასარგებლოა, ზოგადად ფხალეული სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ისპანახი განსაკუთრებული ყოფილა. მაგრამ ჩვენ დღეს არ ვაკეთებთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საჭმელს, ხაჭაპურით მინდა რომ გამოვაცხო. პურის ცხომში რო ჩადებ და კარაქს და ყველ მარილიან ყველს უზამ, რამდენად ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება, არ ვიცი. მაგრამ ჯერ პირველად ვაკეთებთ ამ ცომეულით ჩვენიო სახლში და ახლა ბევრჯერ მინახია ინტერნეტში აკეთებენ უამრავ გემრიელ რაღაცეებს, მაგრამ ჩვენ პირველად სინჯულობთ ერთი სიტყვით და ვნახოთ რა გამოვა. გავამზადე ასე ყველი და ისა რა ქვია, ეს დედიკომ წამართვა, იმიტომ რომ ფხალს შეკმაზვა მოუნდა, ისაკმაზები იმდენია და ორი მუჭი ისპანახი მივეცი. ხო და ეს ასე, ერთი მას ვაცხობ და ერთი ხაჭაპურისთვის მეყობ. მე მგონი ყველი ისა რა ქვია, ფხალზე მეტი გამომი. ვასკუპე ჩვენი ხაბანჯური. ნახოთ როგორი გამოვა. ხაბანჯური ქვია გოგო. გამოიყურება ჩვენი ისპანახის ხაჭაპური. აი, ასე გემრიელად. მარ თუ გინდა? არ მიყვარს ისპანახი. აგიყო ისპანახი ხაჭაპური? ხა, ბავშვობაზე არც მე არ მეყვარდა და მეუნეოდა ბებია ჩემი. შეგეყვარდება რომ გეიზდები ბებო ჩემ ხელაო და ზუსტად ჩემი ყვარდა. ხო და მივიღე. მე არ მიყვარს. დედა ჩემი მიუჯდა სერიოზ. მე მიუჯე ქიაგერ მაგიდას. ესე ჩვენი ისპანახი. ასე გემრიელად გამოიყურება ისპანახის ხაჭაპური. გემრიელი გამოვიდა. რამდენად ჯანსაღი და სასარგებლოა, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვა რამეს ხოჯობია. ასე რომ გემრიელად მირთვით თქვენც რასაც მოამზადებთ. დედაჩემ ცოტა მეტი ყველი უქენი მიძახოდა და არ მოუხდებოდა ნამდვილად. მაგრამ დროებით